ფუნქციური განკურნება ნიშნავს სწორედ ამას, პაციენტებს აღარ უნდა ესაჭიროებოდეთ ინსულინის განსაზღვრა ყოველდღიურად და დღეში რამოდენიმეჯერ, ანუ ინსულინის უკაცრავად გლუკოზის განსაზღვრა სისხლში ყოველდღიურად დღეში რამოდენიმეჯერ, ასევე იმას ნიშნავს, რომ პაციენტები აღარ უნდა იყვნენ დაავადებული ტიპი 1 დიაბეტით, ანუ ფუნქციური განკურნება ნიშნავს ამ დაავადებული ორგანოს ფუნქციის ჩანაცვლებას, ანუ ის უჯრედები, რომლებიც გამოიმუშავებენ ინსულინს და რომლებიც არის დაზიანებული და თავის ფუნქციას ვერ ასრულებენ, ამ უჯრედებს ჩვენ ვანაცვლებთ ახალი ჯანსაღი უჯრედებით, რომლებიც თავის თავზე იღებენ აი ამ ფუნქციას. პრეკლინიკური კვლევები ჩავატარეთ დიაბეტით დაავადებულ თაგვებზე. ეს დიაბეტით დაავადებული თაგვები გახლავთ 25 გრამი განკურნეთ დიაბეტის. ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯია დიაბეტის დამარცხებისკენ, მაგრამ წინ კიდევ საკმაოდ გრძელი გზა გველის, რომელიც მოიცავს აი ამ კონსტრუქციის ზომების გაზრდას, იმიტომ რომ ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანზე, რომლის საშუალო წონა 70-80 კილოგრამია. რაოდენობრივადაც და ზომებშიც უნდა გავზარდოთ ეს კონსტრუქცია და ამის შემდეგ უნდა მივიღოთ ავტორიზაცია მარეგულირებელი სააგენტოებიდან იმისათვის, რომ ეს ენდოკრინული პანკრეასი, რომელიც ჩვენ შევქმნით, გამოვიყენოთ პაციენტებზე. ახლობით 5-7 წელი მაინც დასჭირდება იქამდე, სანამ ეს ჩაეშვება კლინიკურ მოხმარებაში.